ორი კლაპშენკი სამი გამარჯობათ მოგესალმებით. არა რაღაც ზუსტად იგივე შეგვიძლია. გამარჯობა, მოგესალმებით. ტვინის გასაღების მე-11 ეპიზოდით. 11 ზოგადად არის ჩემი ციფრი, ჩემი საყვარელი ციფრია ის ერთიანი და ორი ერთიანი ხო, რა თქმა უნდა და მინდა მოგილოცოთ, რომ უკვე 11-ს ავახციეთ. მინდა რომ მე-11 ეპიზოდი ცოტა მრავალფეროვანი იყოს, ცოტა რაღაცა კულტურული იყოს და დასამახსოვრებელი იყოს იმ დონეზე, რომ ესეთი თემები გვაქვს ზოგადად, რომ მართლა რაც როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სპონსორი, ჩვენი მინერალი, არაგაზირებული წყალი, რომელიც არის ძალიან გემრიელი, კომფორტული და სასიამოვნო დასალევი. წყალი კიდე რა თქმა უნდა ადამიანს წყლის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და კი, ბენზინი ადამიანის. მივესალმებით ჩვენ სპონსორს, მოგესალმებით თქვენ და მივესალმებით ჩვენი საინფორმაციო ამბების წამყვანს, თორნიკე ბაღათურიას. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. გამარჯობა საბა. გაგიმარჯოს თორნიკე. როგორ ხარ ჩემო ძმაო? კარგად, დიდი მადლობა. გამოდენი დღე არ მინახე ხა მომენატრე და მინდა აქაც თქვა. მეც და რაღაცა თემები გვაქვს ორივეს არჩეული თან რომ აი რაღაცა ადამიანობას და კულტურას და რაღაც შინაგან კულტურას ეხება რა და მადლობა მინერალს მართლა არ დაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. დღევანდელი თემები, დღევანდელი ზოგადად გადაცემა უნდა იყოს რაღაც კულტურაზე მიზღვნილი და რაღაცა ადამიანურობაზე და რაღაცა შინაგანად, რაც ადამიანს ისეთი გაქვს, რასაც ვერავინ ვერ წაგართვეს. ანუ ძალიან რთულია ეს დაკარგო და უკულტურო ადამიანი გახდე. მოდი აი პირველი რაც მართლა შენ გქო რაღაც ვიდეოები გაქვს. კი. მოდი ჩავთვალოთ ცოტა რომ აი როგორი რაღაცა აი მართლა არ შეიძლება. ნუ ხტე რაც არ უნდა იყოს, ასაკშიც არ უნდა იყოს. ისტორია არ უნდა დავივიწყოთ არასდროს. ეს არის ნომერ პირველი გაკვეთილი. იმიტომ რომ ადამიანი პირველ საუკუნეშიც ადამიანი იყო და მეოთხე საუკუნეშიც ადამიანი, ანუ ადამიანური ნებები იგივე არისო, არ იცლება ცხენიდან გადაჯექით მანქანაზე უბრალოდ, თორე ზოგადად ადამიანი იგივენაირად შევა და იგივენაირი მიზნები აქვს ყოველთვის. ამიტომ ყოველთვის საჭიროა წარსულთან პარალელები გავავლოთ რა. აი მე მაგალითად ეგეთი კითხვა მაქვს რა. აი დაუშვათ რა, მოდი რა, დაუშვათ არ არსებობს. თავრობა არავინ არ არსებობს რა, ეგეთი რაღაც რა. ხვდი? და მარტო ადამიანები არსებობენ რა. აი წარმოიდგინე, ყველაფერი არის ადამიანზე დამოკიდებული რა, ყველაფერი. დღეს არის სისტემა შექმნილი ისეთი, რომ დაუშვათ შენ ნაგავს რო აგდებ ვიღაცა დილით მოდის ის ხვეტყოს იმაში, იმას თავის საქმე, ამას თავის საქმე, მაგრამ აქ არის ერთი საკითხი რა, რომ შენ ნაგავს კი შეგიძლია დააგდებ და მერე მოვლენ და მოხვეტავენ თუ რაღაც, მაგრამ ეს ხო შენი შინაგანი კულტურა გეუბნება, რომ ესე ნაგავს ნუ მოიშვი რა, არაფერი რო არ გდია და არავინ სიგარეტები, ბიჩუკები, აი ეს ამბავი რო არის და შენ ამის ის რა წამომწყები ხარ, ანუ მავნებელი ხარ რა, არ მოსულა ეგეთი რაღაც. ყველამ რო თავის გადაგდებულ სიგარეტი იქნება თუ ეს ნაგავი თუ პარკი თუ ბოთლი, ანუ ეგ რო არ ვქნათ, ანუ ახლა რა მოხდება? ამით ვიღაცისთვის კარგს ვაკეთებ და რეალურად ჩვენი სულისთვის და ჩვენი აი შინაგანი კულტურისთვის ვაკეთებთ ყველაზე გამაჯანსაღებელ იმას აქციელს რა. ეგ როგორ მომენტია ის აბრო აი დილას რო დგები, ლოგინი უნდა გაასწორო და ისე უნდა გახვიდე ხა სახლიდან ყველა პონჩი რა. კი, მეც მაგადრე მოსველი ვიღაცა გენერალი ვიღაც ის იძახდა ამერიკელი გენერალი თუ ასე გავჩა პირველი ორას ვაკეთებო, არისო ლოგინს აღებ დიწყებაო დღეო რა. ეგრეთ ძალიან ბევრი თქმელი არის ეგ. ანუ ხო, ეგეც შინაგანი, მაგრამ ეგ როგორც სიტუაციის მარტო რო ცხოვრობ, ეგ უფრო მანდარია, მარტო თავზე არის ეგ აღებული. აი მოდი ერთი რაღაცა ვიღოთ მაგალითად. უდიდესი პრობლემა ხო არის ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის რა. მოდი ერთი რაღაც გამოვიხსენოთ. კაი, ის რომ მოცემულობა გვაქვს ის, რომ ამდენი მანქანაა. ოჯახებს ყავთ რამდენიმე მანქანა. კი. პლუს ამდენი ყოველდღე ადამიანი დადის პრავის სასაღებად. ანუ ეს ხალხი პოტენციური მძღოლები თავისი მანქანებით არიან. ეს მანქანები. მე მაქვს ისეთი კითხვა რა, თუ არის დაუშვათ ქალაქი აი ამ ხელა. და ჩვენ აი ამდენ მანქანას მოვიყვანთ. აქ ხო ქალაქში უბრალოდ ვერ დაეტევა და რა თქმა უნდა იქნება საცობი და პრობლემა ხო. მან ხო ერთი მომენტია რომ მოცემულობა გვაქვს ისეთი რომ ქალაქი არ გვაძლევს საშუალებას იმას რომ ბევრი მანქანა იყოს და ვიჭყლიტებით რაღაც მომენტებში, მაგრამ მაგ არის მეორე საკითხი რა. აი მე მაინტერესებს უბრალოდ აი ადამიანურად მაგ ესეთი კითხვა რა. აი რო ხედავ რომ წითელია შუგნიშანზე და მოდიხარ და ადამიანი გადადის. და ამ ადამიანს გინდა მანქანით იყოს, გინდა ფეხით იყოს, არ უთმობ. და ზუსტად 20 მეტრში დგები წითელზე რიგში, როცა მწვანე აინთება, წახვიდე. ეხავს. ანუ ისეთი სირცხვილი არის, ეგ რო აი, მიხდი, მაგდებს წარმოიდგინე, შეგიძლია რომ იმ წითელზე კი არის იგი, აქ ეს კაი საქმეც გააკეთო ადამიანი, გადაატარო, მე წახვიდე და დადგე და რაღაც მომენტში შენი სული მან დიზდება და ეხა მაგით თუ სიამოვნებას ადამიანო შენ ვერ იღებ
ამ ჩემლაპარაკსაც და თქმა უნდა აზრი არ აქვს. მეორე მომენტი კიდე მან რა არის ბოდიში ქვეითემაც უნდა გაითვალე, ანუ ქვეითს რო ზებრა ხო არის და სულ გონიათ რომ სულ მაგას იგზა არ არის ეგრეთ. ქვეითმაც უნდა ის რაღაც ერთმანეთს გათვალისწინება უნდა ხდებოდეს. ურთიერთ გაგება რა, როგორ არის უსიტყვოთ. ხო არის ზებრა. ზებრა და სადაც წითელი ხაზია დახაზული, ეგ არის stop ნიშანი. სადაც სულ გადადიან, ხო? მან ყველა ვარიანტში უნდა დაუთმოს მძღოლმა. მაგრამ სადაც წითელი არ არის, იქ ანუ სიტუაციის მიხედვით არის, ხო? ხო, სულ ქვეითის გზა არ არის რა, ხანდახან მანქანასაც უნდა, იმიტომ რომ ხანდახან ისეთ სიტუაციებში შევწევია ხშირად, რომ სულ გადა მე პრობკა იქნება, ამის საცობი იქნება და მე ანუ თლიანი ჯაჭვი არის, ხო? და რაღაცა კი, ზუსტად ეგრეა. ერთმანეთზე დაკავშირებული უნდა იყოს რა. ეხლა ნახე, მან პრობლემას ხომ მეყვებით, ანუ ნახე მოძრაობები თვითონ, ანუ ქალაქში როგორ ხდება, იცი, თქოს მე მანქანა მყავს ვზივარ მანქანამდე და მე ჩემი გზა მაგ და მივდივარ. არა და არ არის ეგრე რა. ტარების პროცესი ჩემი აზრით რაღაც ცხოვრებისეული პროცესიც არის, რომ იქ ადამიანს ატარებ, იქ ვიღაცა შენ გატარებს, იქ უხევ თუ აქ უნდა მიხვიდე. ანუ ის არ არის რომ აუცილებლად შენ გეგმამდე მიხვიდე, შენ ლოკაციაზე სადაც მიდიხარ და გზაში 1000 ადამიანი რაღაც ნაწყენი დატოვა ამით და რავი, შინაგანი კულტურა სწორედ ეს არის, რომ ერთმანეთ ადამიანებმა ერთმანეთს უნდა დაუთმოთ. გინდა ტრანსპორტის მოძრაობა იყოს, გინდა რაც არ უნდა იყოს. ამით ძლიერდება თქვენი სული. შენ როცა შეგიძლია რომ ვიღაცაზე წინ იდგე, მაგრამ ამ დროს თმობა ადგილს, იმიტომ რომ იქ 100 მანქანაა, მაინც და აზრი არ აქვს და ადამიანი შემოყავს. ეს არის კარგი საქციელი, ადამიანური საქციელი და რომელიც თქვენ სულს ზრდის. ამიტომ უფრო მძღოლების საყურადღებოდ არის ეს, ქალები იქნებიან თუ კაცები იქნებიან თუ დაუთმოთ ერთმანეთს, ანუ ჩვენ თვითონ ვეცადოთ, ჩვენი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რომ რაც ჩვენ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ რა. რავი, ძალიან ბევრი ეს აიღე რა ქვია, თუნდაც აი გადავიდეთ ხა მოძრაობიდან პატარა თემა გადავუხოთ და აი ავიღოთ ხე გლოვოების და იმების ამბავი რა. ანუ მოდის წარმოიდგინე, ადამიანი ჩამოვიდა ქვეყანაში ვაფშე არ იცის რა ხდება, სად რა ქუჩაა, ლოკაცია ჩაწერა და ეგრე დადის და ეგრე სამსახურში იყვანენ თან. ხო, სამსახურში იყვანენ და ანუ რაღაცა ენებზე მელაპარაკება, მე თუ არ ვიცი ეგენები, იმან ქართული არ იცის, რაღაცნაირად უნდა დავлагдეთ. ანუ და რა მაინტერესებს, ანუ კურიერსო გვიგზავნით რა. ანუ ჩვენ თვითონ დავлагдეთ და შე თუ რაღაცა ხო ეგრე უყურებენ. შენ აგერ კაცო ეს წამოიღებს და როგორც მოვა. ანუ რაღაცა ანგარიშის გაწევა, ამასაც ჭირდება რა. იქ არიციან და უშუალოდ ჩვენი ქალაქის გზები როგორ არის, მართვა არიციან, ბევრი მართვის მოწმობის გარშე და ანუ ძალიან ბევრი ისეთი პრობლემაც არის, რასაც აუცილებლად სახელმწიფომ არ უნდა გადაჭრას რა. მოდი ვილაპარაკოთ, აქ ვილაპარაკოთ. არა, სახელმწიფოც არის შუაში ფოტოშოპში. მე რას ვთქვი, სახელმწიფოც კი არა, სახელმწიფო თავშია. მაგრამ მე ვიძახი რა, ციო, სახელმწიფო რო გაწიო. იქ ბევრი რაღაც რჩება, რაც ადამიანური, მოქალაქეობრივი, შინაგანი კულტურიდან გამომდინარე ვალია. ეგრეა, კი, გეთანხმები. მე რადგან მაგათაც აი პაკისტანთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა. და აქ ჩამოდი ძალიან ბევრი და ეხა იაფი მუშახელე მაგალითად ეხა ქართველს ეხა პირობითად რო ავიღოთ რაღაცა 20 ლარს რო იღებს შეკვეთაში ჯამ პაკისტანის 5 ლარიც ყოფნის და ეხა ისეთი სიტუაციები მიდის რომ ეს ქართველების ჩაწევა მიდის იჩაგრებიან რა ეხა და შემოდიან ეს ყველა ხო ყველა ბიზნესის ცდილობს რომ ნაკლები ხარჯი ქონდეს ხო ყველა და ეხა ესეც იგივე მომენტია და ანუ იცი როგორ რაღაცა არის რომ გასაგები ჩვენ გვინდეს წინაღლები კი არ ვართ რომ იმუშაო რაც ანუ ღმერთმა ხელი მომართოს მაგრამ ისე ნუ მოხდება რომ ამით მე რაღაცა ჩვენი ქართველები ადამიანი მშრომელი ხალხი დაიჩაგროს რა ხა პაკისტანთან ვაში უვიზო მიმოსვლა რატო გვაქვს ეგ კიდე მეორე საკითხია ვერ ხვდები ანუ ჩვენთვის აი რა პრიორიტეტია ეს არის აი მოდი აღარ გადავუწევთ პაკისტანში მე დავუჩეთ ამ თემაში ქალაქში არსებობს ბევრი რაღაც მოქალაქეობრივი ისეთი ქმედებები, რო ცხოვრობ და დადიხარო, შეგიძლია რომ შენი რაღაც წვლილი შეიტანო იმაში, რომ შენი ქალაქში იყოს ნორმალური სიტუაცია, გინდა სისუფთავის მხრივ, გინდა მოძრაობის მხრივ. კაი რა ხა, მაშინ საცობში რო დგანან, დგას 10 მანქანა და უცებ ამოუჭრის აქედან ერთი გვერდი და აუდო შამაყენე და არ მოსულა ეგეთი რაღაცები რა. ერთმანეთი გავითვალისწინოთ, ერთმანეთს დავუთმოთ რა. ეგ მაქელა კულტურა ხო გვაქვს ასრაფო რომ მოდის და გვერდზე გადაიხარ და ატარებ და ხო რავი შევეგვეთ ადრე ვაფშე არ იყო რა სასწრაფო მოდის არა ის. მაგრამ ნელ-ნელა დავიხოთ თუ ჩვენ რაღაც დავკომპლექსდებით საჭესთან და არ გაგატარებით ზმაო ეხლა აქ მე ვიდექი. ეგეც არ მოსულა რა. ჩვენ ახლა მორალს არავის არ უკრა ჩვენს იგივენაირად ვიქცევით ხოლმე და წითელ გადაგურღვევი აკიდება და მე პირადად ეგეთი მაგრამ არ მოსულა პროსტა ისეთი სიტუაცია მქონია რომ ბოდიში მომიხდია აუცილებლად მომითხოვია რომ თუ შეძლებთ ჩავაყენეთ ეხლა
ბოდიშის მოხდით მოთხოვნა და ეგ რაღაც მომენტში ქალაქურია და მოსულა ეგეც მაგრამ ჩვენ დაგვიგოვია, მაგრამ არ არის სწორი. ხო, სინაგლე არ მოსულა რა. ხო რა, ეგ პონტია რა. მოდი ერთი გავიხსენოთ საინფორმაციო ამბების დირექტორს მოусმინოთ. დღევანდელ გადაცემა ეხება ძირითადად თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ხო? მაგ თემებს ვეხებით, მაგრამ ერთადერთი თემა გვაქვს და მაგით დავიწყოთ. მერაბ კოსტავეთი თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი და რა სიძახდა ის თავის ცნობილ სიტყვებს ერთი წუთი ჩავთავ ეხავე. ჩვენ ქართველები მხოლოდ გარდამხდ მომენტში მაშინ როდესაც დაღუპვის კაცავად მიმდგარი დგებით ერთად და ვერთიანდებით. აი ეგ არის რა. აი როგორი რაღაცა, იცი, ოდი შეერთუთი ჩვენ ქართველებს არაზრუს არ გვჭირდება ვიღაცის ძახილი, რომ გარეთ გამოდით და ჩვენ ერთმანეს დავასწრებთ. თუ მივხვდით, რომ ჩვენ მართლა პრობლემა არის და მართლა ჩვენ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, იმენა ქუძე კაცი გავა, მივხვდი, არა სულ ეგრე ყოფილა, გადახედე ის უახლესი ისტორია 2012 წელს 7 ნოემბერი, 9 აპრილი, საბჭოთა კავშირის დროსაც ენა გვათმოდე და გამოდით, არასდროს არ ჭირდებოდა ქართლს ეს, რომ გამოდით გარეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ხალხი რო არ გადის გარეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველები არ ვფიქრობთ, რომ რამე ცუდი ხდება ჩვენ რაღაცა ცუდი ხდება ისეთი, რომ უნდა გავიდეთ და ქვეყანა ხელისუფლება დავა. აი ერთ კითხვას დავუსვამო. შენი აზრით, ესეთი პატარა ერი, მთელი ცხოვრება ომებში ვართ. და რას ფიქრობ, რომ სადმე? ჯერ ამის თქმა რა თქმა გამოდის, მაგას ვიძახი, მაგას უსოხასო. ამდენი ხანი მოვედით ომებით, სისხლისღები და ვინმეს გონია, რომ იქ ნახევარი ქართველები ომობდნენ და ნახევარი სახში იჯდნენ და გამოდით ვიომოთ. ნო. ჩვენ ყოველთვის ვიდექით ერთად. ჩვენ, როდესაც ნამდვილ საფრთხეს ვიგრძნობთ, იქ არავის არ დაჭირდება გამოდი და გადადი. просто ერთი რაღაც არის, ნახე, просто მანდ თავარი რა არის, ციო? ეს გამოდი და რაღაცა ვისაც არ დაჭირდება, ხო ვიცით, მაგრამ აი თქვენ რას იზავთ, რომ აი აქ რო კივი ხართ და წივი ხართ და ესე და თქვენ რას იზავთ, რომ მოიკოჭლებთ მე თავს და დედის ერთები და ისინი რო გახდებით? აი მანდ რას იზავთ, ეგ მაინტერესებს და ღმერთმა არ მოახდინოს ეგ. თორემ მანდ საერთოდ გამოჩნდებით ვინ ქართველი არის ამაყი ადამიანი რა. ქართველი ხო ისტორიასაც რო გადახედო, ყოველთვის როცა საშიშ აი პირად შეურაცხყოფად როცა იღებ, მაშინ გადის, ანუ ქართველი არ გავა მაგალითად შუქი გაძვირდა, ფასი მოიმატა, ანუ ეს კი არ ვიძახი რომ კაი არის. მაგას კი არ ვიძახი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ როცა ეგზისტენციალური საფრთხე გვემუქრება, მხოლოდ მაშინ გავდივართ გარეთ რა და ეს მომენტები უბრალოდ არ დამდგარა რა, საბედნიეროდ არ დამდგარა თორე. რო დადგეს, ვერავინ ვერ დაგვასწრებს რა, პროსტა მე შენს და ნებისმიერ ადამიანს აქ ვინძივართ, ყველას ვერავინ ვერ დაგვასწრებს, იმიტომ თავზე ქუძე კაცი მართლა ყველა გავალ გარეთ და უბრალოდ შეიგნეთ, რომ არ არის ეს სიტუაცია ეხლა და მაგიტო არ გამოდის გარეთ. ხო, მართლა ვიძახი რა, მართლა კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ რა ვინმე ფიქრობს, რომ როდესმე ქართველი ხალხი ერთად არ იყო და აქამდე მოვედით ქართველები ერთად კი მოღალატეები, სულ ეგეთი პრობლემები ქონდა ისტორიულად ძირმოვით, მაგრამ ნახე მაინც იმდენად ერთად იყო ქვეყანა, რომ ისინი ვერ გვერეოდნენ რა. მოდი ხა უცებ ჩავთავ, აი როგორი მართლა არ უნდა იყოს ადამიანი და როგორ არ შეიძლება ეგეთი რაღაც გაკეთება ზოგადად ჩაწერა და გავრცელება. ვაფშე ანუ აი მოდი ერთ ამერობა. სადაც ვიწროა იქ აწყდეს რა, თუ სასჯირო იქნება მესამე მსოფლიო ომი ამ დედამური რუსეთის გასაჩერებლად, მაშინ უნდა დაიწყოს რა. რა მარტივად სიძახის არა ეს არა. აი რა სადაც ვიწროა იგაწეს, სად უნდა გაწეს ვიწრო? ეხლა მაინტერესებს, სიარხელა კაცი ხარ რა, და ეს კითხვა მაქვს. რომ აი სადაც ვიწროა იგაწეს დავაი, რაც უშვები ამ ბავშვებს და პატარა თაობას და ჩვენ დებატს, გაი ჩვენ ავიღეთ ის და ვიომეთ, ვისე ომები ჯერ ბევრად იცი რომ ბევრად ფიზიკურად ძლიერია, ხო? ვიომოთ, დავაი სადაც ვიწროა იგაწეს, წავედი და რა ვქნა, დავიხოცოთ და ეს ხალხი დავტოვოთ აქ. ჩვენ კი არა, მესამე მსოფლიო დაიწყოს მაგას სიძახის ვიწრო. ვინ ხარ, რომ ანუ ყველას გადაუწყვით, რომ თორმე ვისადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს და დაუგაზოთ. ეხლა ჩვენ და ვიომოთ და ეს პატარა თაობები ხალხი და ამ აი ჩვენი მართლა ამით მოტანილი საქართველო, რა ვქნათ ეხლა იმას, რა ამოვიძირკოთ? რა ვიდეოებს წერან, რა მიმართვები, ან რა მოწოდებები, თუ გინდა ძმაო მიდი და იომე რა. ჩვენ არ გვინდა ომი და არ მომოთ და ღმერთმა არ დაგვიყენოს ეგეთი მომენტი რომ მოგვიწიოს ეგ და თუ მოგვიწიოს კიდე ბოლომდე ვიდგებით და ვიწრო კი არა იქ გავწყვიტავთ სადაც იქნება გასაწყვეტი.
ბიჭო, რა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო სენ მაგისიდან და თან პახმელიაძეა მე მგონი თუ რაჭის არ ვიცი, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი ჯერო დაიწყოს ღმერთმა ნუქნას, მაგრამ მესამე მსოფლიო რო დაიწყოს ამ რეგვენს რა გონია, იცი რომ უეჭველი ან დასავლეთი მოიგოს, როგორ უნდა მოიგოს ბიჭო რუსეთ. ეს ეხა ესეთი რეალობაა, ვინმეს მოგწონს, არ მოგწონს, არ არის. მოგებას თავიდან. არა, მე ვიძახი ამის ლოგიკას რომ გავყვეთო, თორე ეხა ვაფშე ჯერ ესეთი აბსურდი როგორ უნდა თქვა, მაგრამ უბრალოდ აი ამის ლოგიკას რომ გავყვეთო. რუსეთს და ჩინეთს და კიდე სხვა ქვეყნებს რო არ ჩამოთვალოთ, უბრალოდ როგორ უნდა ვერ დაამარცხებს, მიხდი დასავლეთი ეხა ისეთ სიტუაციაში დასავლეთი უბრალოდ ამ ორ დიდ იმპერიას ვერ მოუგებს. ამ დებილის ლოგიკით რო გავყვეთ რა ჯერ რა მესამე მსოფლიო ომი ეს ამას ბიჭო ხამაღლა როგორ უნდა ვაფშე აი საიდან რას აპირებს აი ვიკი არის ეგეთი რომ აი მე წავედი არა ეს ბოღმიანია მიხდი დაბოღმილია ხო ვერაფერი ვერ გააკეთე და დავაი ოლინი რა ეგა აი გორაჟი რუსეთზე კი არა ამას ქართული ოცნება იმდენად ეზიზღება და იმდენად დაბრმავებულია რომ მზად არის რომ ეს ამსო ანუ დაჟე გაცნობიეროთ არა რა მაგას გეუბნები ანუ ობიექტურობა ვაფშე დაკარგულია ბიო არის ბიჭო ტიპი და ვაფშე დაბიოებზე გამოხდა აი ტოპ დაბიოობა ნახე უბრალოდ წარმოიდგინე სად გვაცხოვრებდნენ ომი რო დაიწყო ნახე ბიჭო რა სიმღერებს წერდნენ კომედი შოუ ნიკა არაბიძის შოუში და რაღაცაში ნიკა არაბიძე ხა ქართული ოცნების შეხვედრებზე დადის ჯევაში ეგეთი ტიპს ატო იკარებენ ვერ მოთე ეგეთი აი ნახე უკვე ნათელია გამოდის რომ უკრაინა ჩვენზე ქართველია მოღალატე ბევრი ჩვენს ყოლია თურმე გვარით ქართველი და გულით რუსეთუმე ამის ეხლა რა საროჭკით ხარ ვისაც არ უნდა უჭერდე მაგს საროჭკით ვაფშე რა საპირებ მე მეორე ეს ტიპი სვეჩი მახსოვს აი ძალიან პატარაობიდან კავეინები და რაღაცები და მოხვედი ბიძიკო შეხვედი რაღაც ბაბლში და კარგად იყავით ერთი პერიოდი მიმიწებებული ნაცებს და იმე ნაცების ტელევიზია იყავით და ნაცების დამკვრელები და ეგენი იყავით და ეხაც ეგენი ხართ ეგენი ვეღარ ხართ იმდენად ეგენი იყავით რომ იქ ვეღარ ვიდიხართ და რეებს კადრობს ძმაო რა უკრაინა უფრო ქართველი თუ გგონია მაქსარი კითხვა ფილოსოფიებ არ ვიცი მაგრამ აგირეკავთ შენ ნომერზე იყავი და გამოგდა რამე და რის გამო ეს უბრალოდ რომ მოხალისეები არ გავაგზავნ წინაგანით რაც ვლაპარაკობდი და უბრალოდ რომ სანქციები რო არ დავატან ჩვენ ქვეყნის გადარჩენას რო ვცდილობდით ამიტომ უკრაინელები ჩვენზე ქართველები არიან ჩემ დავსგებთ კითხვა მაქვს რა ამ ისტორია არის ჩვენი გადა ამ როგორ შედგა რა ნუ ეს დიჯიტნენ კომანდა და უთხრეს მოდი უკრაინის დროშებიანი პიჯაკი და შარვალი ჩაიცვი და რა და მაგით გამოდი და ეს იმრაერე და უკრაინელი გამოჩნდება ანუ კაი პრომპტ როგორ გული მწყდება ეს თქვენ რამე სიურცე გაქვთ ჩემ გარეშე სადმე გამაძრეთ მან პროსტა ეს თუმრად დამბაზეთ რაღაცა შეიძლება მოგცემთ შეიძლება დაიხვეწოთ შეიძლება რაღაცა ჩემოძმაო შენი ადგილი იცოდე ვინ ხარ რა ხარ ეგეც იცოდე და ხალხს ომისკენ მოუწოდებ ქართველი არის ყველაზე ქართველი უკრაინელი არის უკრაინელი ქართველი უკრაინელი განსხვავდება ვერაძღოთ ვერ იქნება შენ უფრო უკრაინელი ხარ კარგად იყავი ძმაო და შენ თუ უფრო უკრაინელი ხარ ფარისეველი ხარ მოკიდე ძმაო მაშინ ავტომატს ხელი და შენი ქვეყანა დაიცავი და აქ გამოხვედი ამ რაღაცნაირი ზედაქვედით ანუ ძალიან სამარცხვინო არის რა ძალიან სამარცხვინო ეს იმის ნიშანია რომ ომი რო დაიწყო ხთები რაში გვაცხოვრებდნენ ეხლა ეს ალბათ თავს ვერ გამოყო სავარაუდოდ ეხლა ამის ამ ტექსტის მე ანუ ის რო იცნობენ კი შეიძლება ბავშვი შუბლი გაგწყოთ მაგრამ მე რას გულისხმობ იცი რომ მაშინ ეს რამდენად პოპულარული იყო ამათ ჭკუაში რომ ეს უნდა ეთქვათ მიხვდი აი პროპაგანდა როგორ მუშაობდა რომ უბრალოდ ქართველი რო ხარ და რაღაც შენ ქვეყნის გადარჩენა გინდა და არ გინდა ომში რო ჩაერთო ამის გამო რამხელა ბულინგში გვაცხოვრებდნენ ბიჭო და ეს სად არის ზოგადად ეხა ეს აი ეხა წარმოიდგინე აი ამაზე კიდე წარმოიდგინე ძველ დრო გავიხსენოთ აი მაგალითად ვანა ღოღობერიძე ქართველი ცნობილი რეჟისორი რას იძახდა ზვიადისებს რას ეძახდა 90-იანებში და დღეს სახიობია თუ ის არის ვანა ღოღობერიძე რეჟისორია კინო რეჟისორი გაი რომ რეჟისორია ეხა ნახე ეხა თავისუფალი ხალხია შეკრებილი. აი უყურებთ ხედავ რომ თავისუფალი ადამიანებია შეკრებილი და იქ დგანან მონები. აი მონები, რომლებსაც უნდა მონობა თვითონ აირჩიეს თავისი არსებობის
ქაკუთხედა საშინოდ მეცადება აი ეს ჩვენი საწყალი უბრალო ქართველი რომელსაც ამდენი 70 წელიწადი სულ ურტყეს თავში მართლა რაღაცა გადაუბრუნეს ტვინში და ეხლა აი ვაკუუმი რომ გაჩნდა ტვინში ის შეავსო ახალმა კერპმა სამწუხარო ის არის რომ აი ამ ხელისუფლებამ ვერ გაიგო ხალხის სულისკვეთება ვერ გაიგო რომ ეს არის აი ნამდვილი ხალხი ეს არის ცოტა ბევრი არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს დღევანდელ აქციაზე იდახ. დღეს აქდგანან, ვისაც არ ეშინია. ეს არის რა ბიჭო რა, აი ისტორია მაგიტო არის ძალიან მნიშვნელოვანი. არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ისტორია რა. აი მაკიაველს აქვს ესეთი რაღაცა ნათქვამი რა, რომ ხა მაკიაველს ზოგადად პიროვნებაზე რაღაც ორაზროვანი შეხედულება, მაგრამ ხა ფილოსოფიაში ნუ გადავალთ, ეგ სხვაგან გადაცემისთვის მოვიტოვოთ, მაგრამ ძალიან კაი რაღაცა ნათქვამი, რაც ჩვენ პირად საუბრობთ ზოგადად რეალობას ასახავს რა და რაც ეგრე არის რა. ბრძენი ადამიანები ამბობდნენ და არა უმიზეზოთ, ვისაც წინასწარ მომავლის განჭრდა სურს, უნდა შეიხედოს წარსულშიო. რადგან ადამიანის ქმედებები გავს ძველი ეპოქებისასო და ეს იმით არის გამოწვეულიო, რომ ისინი მუდამ ისინი კვლავ იმ ნებებით არიან შეპყრობილი და იგივე მოვლენებს იწვევენო. აი ეგ არის რა, მაგიტომ ისტორია არასდროს არ უნდა დავივიწყოთ. პირველ საუკუნეშიც ადამიანი იყო და 21 საუკუნეშიც ადამიანი არის. არ იცვლება ადამიანის ბუნება, ადამიანის ნებები, სულ მიზანი ყოველთვის ერთი და იგივე ქონდა. უბრალოდ იცვლება ცხენიდან გადავჯექით მანქანაზე და ანუ სხვა არაფერი. ვინც ადამიანი ხო არის, ეხლა ხო ცდილობენ რომ ადამიანს შეცვალონ. ხო არ გამოუვიდათ, მაგრამ რომ გამოუვიდეთ ის ადამიანის ანუ ტვინით ადამიანი იქნება და ადამიანის ნებები ადამიანი თუ არ იქნება ვერ იქნება. ხო მიხდან არ შეიძლება, მაგიტომ ამიტომ საჭირო მეგობრებო, რომ წარსული არასდროს არ დავივიწყო და ყოველთვის გვახსოვდეს საიდან მოვდივართ. ნახე როგორ რაღაცას ხედავ აი ჩემი ეს როგორ ჯდება ხა ეგ ნათქვამი რომ მოვისმინე შენგან რა. ეხლა დღევანდელი ამ წუთში ხო არის აწმყო დრო, რასაც ჩვენ მოვქმედებთ, დავაკეთებთ. ეხლა მე რასაც ვიტყვი, გავაკეთებ ვილაპარაკე. ზუსტად 1 საათში უკვე ეს იქნება ჩემი წარსული, მაგრამ ამ ჩემი წარსულიდან გამომდინარეობს მე ჩემი მომავალი. ამიტომ როგორც რასაც დათესავთ იმას მოიმკით და თუ იქნები კარგი ადამიანი, შეეცდები კარგი ადამიანი იყო. თუ კარგი ადამიანი და ეგრე არ გამოგდის, ცუდი ადამიანი მაინც არ იყო, ის მაინც შეძლო, ეგეც საქმე არის. ის არის ფიქრობ მარტო დავჯექი და კარგი ადამიანები უნდა არა, ესე არ ვლაპარაკობ. ანუ მე ჩემ თავსაც იგივეს უსურვებ, თორნიკესაც იგივეს უსურვებ, ყველას ჩემ საყვარელ ადამიანს იგივეს უსურვებ და თქვენ ზუსტად ამ გაგებით გეუნებით, რომ თქვენი წარსული, თქვენი მომავალი რაღაც მომენტში და ცუდი წარსული ვისაც აქვს, იმ ადამიანს შეუულია უბრალოდ ეს ცუდი წარსული დაივიწყოს და იმ წამიდან როგორც კი დაივიწყებს, გახდეს კარგი და დანარჩენი მოქმედებები, რომლებიც მერე შემდეგ ამის წარსული იქნება, რეალურად იქნება კარგი მომავალი. ეგ არის კარმაც რა. რა მაინტერესებს, აი უგულავამ რაც დათესა ის მოიმკა შეიძლება. უგულავამ რაც დათესა იმას ჯარცი გადააგდებს ხა. ჯარცი და ვიდეო ხო რა კაცია როგორ დაალაგა. ეგრევე ხო მოაგვარა ხო? ტიპოსები ყველანი ვართ მანქანებით, რომლებიც ემსახურებით თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვას, შეიძლება ის დააყენო და მოუვარო როგორც ანტიკვარს. მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ მეორე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო. ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯარში. მე არ ვიცი ამ პრესკონფერენციაში არაფერი არ ვიცი დანარჩენი რა ითქვა, მანამდე რა ითქვა, მე რა ითქვა. აი ეგ არ მაინტერესებს, პროსტა რა მაინტერესებს ხა, აი ამ ეს ხალხი შეკრიბა და სააკაშვილზე აკეთა განცხადება, რომ გავიგეთ ძმაო, ეხა თუ თესლი მანქანა მომენტ ეხა სააკაშვილთან ერთად არის მაინც. ეს ეხა ისევ შეუძლია. ის სხვაგან არის. არა, ძმა, ის ვაფშე აღარ არის, ეგ მგონი. ანუ არაფერი აქტუალურია, მაგრამ ეს არის იმასთან, მაგას გეუბნები. ეს არის იმასთან და იმაზე აკეთებს პრესკონფერენციაზე ერთ განცხადებას, რომ თუ აღარ ვარ გაიხა ის მანქანაო, თუ კაი და ლამაზია დააყენე განაჩი და მოეფერე ხანდახან და თუ აღარ დაადისე მაგის და მიაგდეო, მაგრამ იმ მანქანამ ჩემოძაო ძალიან ბევრი კარგი რო გაგიკეთა და გვერდში დაგიყენა და კაცად გაქცია მაგას რა ქვია და როგორ ქვია თქვენ ენაზე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მე კი და გები და რავი ეგეთ განცხადებას აკეთებ, ჩემი აზრით რაღაც პონჩი თქვენც ცოტა ეგ მანქანები ხართ. კი, რაღაც პონჩი კი არის, ესენი არიან თუ არიან. ზოგადად ძალიან ბევრი ეგეთი მანქანა არის, მაგრამ ის მგონია რა, ძალიან ცივსისხლიანი მგონია, აიღე და გადააგდეს სანაგვეზე,
ავი ეხლა ისე მაინც დააგდე დადე ბუნკერთან და წაიღებენ. იცი რა ქნაცავ გადაცემა კაი ნოტაზე დავასრულოთ. გუშინ ჩვენმა ბიჭებმა მასტერ კლასი ჩვენმა ბიჭებმა ჩაატარეს. კი, ანუ ყველაზე კაი რა არის, იმან რომ კვიკა რო არ უყავდა. და ანუ კვიკა რო არ უყავდა და ამათ ისეთი ფეხბურთი ითამაშეს, რომ თვითონ გძნობენ თავს ისე კომფორტულად, რომ მან თუ ხვდებით იმას, რომ ყველა ლიდერია რაღაც თავის მომენტში და ჩვენს გულშემატკივრები ყვარაცხელი რო არის რო არ დაძაბულები რო აღარ ვართ. არა, ხო, ვიცით, რომ რატო მიქაუტაძეა. ხო, ის არ არის რა. ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ გულში, თქვენ ხართ ჩვენი სიმამაკე, ჩვენი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, რომელიც ჩვენ გულებში ხართ და ყველა გვალეში ყოფთ საერთოდ და ეს მავნებლები ბიჭო, ეს არ არის ჩვენი ნაკრები. ბიჭებო, აი გული და სულით გამხრევდით, ამ რაღაცნაირ ადამიანების რაღაცნაირ ბულინგებს არ ვიცით თუ არ გაინტერესებს, მაგრამ მაინც აი სირცხვილია რომ ჩვენი ნაკრები სადაც მიდე ეხელია თუ რა ჩავედით მაგრაკაცოზე რიგები და ძლივს გადადება ხალხი 4 და 5 და რიგში იდნენ რომ გადასულიყო იმენ ჩვენ თვითნებოდით ვერ მოვახერხეთ უბრალოდ ხო და ბიჭებმა თავის სიტყვა თქვეს დიდი მადლობა ჩვენ საქართველოს ნაკრებს 3-0 არის სერიოზული წნელი კიდე მე რამდენჯერ და რა ვიცი მგონია რომ ყველა აი მაგე ბავშვები შედგნენ ყველა ერთიანობა არის იქ და ის არის და შექმნა ხო შექმნა წარმატებული ბიჭებო აგე როდეში კიდე ეგეთი ფატალიტით შაუდაროთ ბიჭებო და გავასაინოთ სახში და ჩვენი მავნებლები მოწოდების სიმაღლეზე арიან როგორც ყოველთვის ანუ არ პედესტალიდან არ ჩამოდიან ან სულ რაღაცა ისეთი უნდა თქვან რომ გაგვაკვირდა ყარამიას პარტიის წევრი ძახის რომ ეგ საქართველოს ნაკრები რომ არაა და რუსეთისა მაგას როდის გავიაზრებთ ნეტო რატო რუსეთი რა შეცხოვრობს ხალხი აი საიდან ეს ლოგიკა საიდან მივიდა ამ ლოგიკამდე ეს ვაჟვაჟი შენი ქვეყანა თუ არ გიყვარს და მაგათ წარმატება თუ არ გიხარია ჩემი აზრით შენ ანუ არავინ და არაფერი არ გიყვარს და საერთოდ ანუ უსიყვარულო ადამიანი ხარ და რავი როგორ შეიძლება ბიჭებზე ესეთი რაღაც ლაპარაკი როცა იმენა გავასახელეს და რავი ანუ მე ისეთი განცდები და შეგრძნებები განმაცდევინეს რაც ცხოვრებაში არ მქონია პირადად და ამაზე როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცების ლაპარაკი როცა სირცხვილია და მოეგეთ რა გონს ერთმანეთი გიყვარდეთ და ერთმანეთი გვიყვარდეს ანუ ნუ ვებრძვით ერთმანეთს ტყუილა უბრალოდ სირცხვილია რა რაც უფრო მალე მოვეგებით გონს ძალიან კაია და აქ კიდე ვიხდება დღეს მაგალითად ხვალ სწორედ დღესით ჩვენი გურამი ჭუბობს ქოთათელაძე და მინდა რომ წარმატებები უსურო გურამს რომელიც მაგარი ხარ და რაღაცეებში უბრალოდ ცოტა არ გაუმართლა მაგრამ თავის სიტყვას სიტყვის სხვა და იმენა ბარეში ყოფ თელი გული და სერიოზული პიროვნება არ რაღაცება გამოგვივიდა თქო რა სიტყვი კი ნამდვილად ნელ-ნელა დასასრულისკენ მივუახლოვდეთ კიდევ ერთხელ მადლობა მოუხადეთ ჩვენ სპონსორს, ჩვენ მინერალს, მადლობა მინერალს. მართლაც უნიკალური წყალია, იმიტომ რომ ანუ რავი, და ჩემი აზრით ხო? ჩემი აზრით აი ცივი დალიეთ და მიხვდებით რას ვაბარაკო და როგორ რა. მოკლედ ნახვამდის მე-12 ეპიზოდამდე. კარგად ვზანდებოდეთ, მადლობა რომ გვიხურეთ დროებით.